559,000 ლარი. ეს არის თანხა, რომელიც გამარტივებული წესით უნდა დახარჯოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატაკში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაუგზავნა მინისტრის მოადგილეს. ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯის საკითხია, რომ პოლიციის დღის ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს და იმისთვის, რომ ყველა შესყიდვა მათ შორის ინვენტარის განხორციელდეს დროულად, აუცილებელია, რომ არა შესყიდვა გამოცხადდეს, არამედ დროის უმოკლეს ვადებში და გამარტივებული წესით შესრულდეს ეს შესყიდვა. მკვლევარების მთავარი კითხვა სწორედ ამ ნაწილს ეხება, რატომ სჭირდება პოლიციის დღის აღსანიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამარტივებული წესით ფულის დახარჯვა. დრო საკმარისი იყო, ყოველ წელს დგება 31 მაისი, როდესაც აღნიშნავენ პოლიციელის დღეს და ეს იციან შინაგან საქმეთა სამინისტროში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ წლის დასაწყისში, თუნდაც 2 თვით ადრე შესაძლებელი იყო ტენდერის გამოცხადება, რომლითაც ტექნიკური საკითხების ნაწილში განხორციელდებოდა შესყიდვა და გამარტივებული შესყიდვის ნაცვლად კონკურსის გამოცხადება იქნებოდა ბიუჯეტიდან თანხის დაზოგვის საშუალებაც. მკვლევარების პოზიციაა, რომ გამარტივებული შესყიდვა ქართული ოცნების პირობებში პრაქტიკის გათვალისწინებით ხდება ხოლმე კორუფციის მთავარი წყარო და ამ შესყიდვის შემთხვევაშიც ხედავენ კორუფციულ რისკებს. გამარტივებული შესყიდვა აძვირებს მომსახურებას და შესაბამისად მეტი ფული იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის, რომ 31 მაისს უნდა აღნიშნოს პოლიციის დღე. შესაბამისად თადარიგი უნდა დაიჭიროს წინასწარ. 1 თვით ადრე, თვენახევრით ადრე, 2 თვით ადრე შესაძლებელია ჩატარდეს ტენდერი, დააკონტრაქტდეს ის ტექნიკური სამუშაოები, რომელსაც გამარტივებული შესყიდვა არ ჭირდება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ექსკლუზიურ მომსახურებაზე, მაგალითად მომღერალზე, რომელსაც უნდა გადავხადო ჰონორარი. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს. ის ყოველთვის ცდილობს, რომ ყველა ესეთ ღონისძიებაში ნახოს ფულის გაკეთების საშუალება და მათი ბუნებიდან გამომდინარე ყველა ერთპირთან მოლაპარაკებით შესყიდვა, ანუ ყველა გამარტივებული შესყიდვა არის კორუფციული რისკი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პრაქტიკაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ესეთ შესყიდვებზე კონტრაქტები გაუფორმეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, არათუ დაკავშირებულ ამრედ ოჯახის წევრებს, ნათესავების კომპანიებს და ასე შემდეგ. ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საერთო კონცეფციის შემუშავება, ამიტომ ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი გამარჯვებული შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ფასი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტი, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენ გაგზავნილ პატაკში. ტენდერის შემთხვევაში ფასი არის ხოლმე ძირითადი განმაპირობებელი. ერთია, რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი არგუმენტები, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ საკითხი სულ სხვანაირადაა, გამარტივებული შესყიდვებით ხელშეკრულებების გაფორმება იქცა უკვე ტენდენციად და ეს ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში ძალიან ხშირად და ოპოზიცია დაარწმუნებულია, რომ როდესაც გვესაუბრებიან ქართული ოცნების წევრები კორუფციის დამარცხებაზე და უარის თქმაზე, სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს და ირაკლი კობახიძის პირობებშიც, მისი კაბინეტის პირობებშიც კორუფციული რისკები კვლავ რჩება. ფუნდამენტური პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტური და საქართველოს მოქალაქეების გადასახადების უგუნური ხარჯვა, აბსოლუტური. ერთის მხრივ უგუნური, მეორეს მხრივ თავდამბოლომდე კორუფციით გაჯერებული ის ორგანიზაცია, ხა პირველ მიცის პირდაპირ შესყიდვა ფორმდება ამჯერადაც დაახლოებულ ქოციანობასთან დაახლოებულ პირებზე, ამ სოციალურ კლასს და კასტას რაღაცა გაურკვეველ ზეიმს უწყობს პოლიციის დღეს, თითქოს რამე კონდეს აღსანიშნავი. იმ გადაცდომებისთვის, სისტემური წამლებისთვის, ადამიანებისთვის ადამიანების უმოწყალო ცემატყებისთვის, პროცედურული უამრავი დარღვევებისთვის, რომელიც ამ ერთ წლის განმავლობაში გამოჩნდა, არც ერთი ადამიანი არ არის აქედან დასჯილი. ამ ორგანიზაციის თურმე საიუბილეო დღის აღნიშვნა საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც ამ ორგანიზაციამ ალახა აწამა, უნდა დაუჯდეს მილიონები. აი ამ რეალობაში აცხოვრებს ივანიშვილი საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, თითქოს შეიცვალა კორუფციული პრაქტიკა მისი მმართველობის დროს და კორუფცია აღმოიფხვრა, ყოველი ახალი შესყიდვა და ყოველი ახალი დღე ასაბუთებს და ამტკიცებს იმას, რომ არაფერიც არ შეცვლია და ზუსტად იგივე პრაქტიკით გრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა, ხელისუფლების კომფორტისთვის და მათი რაღაც სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარებისთვის, როგორც ის აქამდე ხდებოდა. 1,5 მილიონი ლარი უნდა
კონკრეტულ კომპანიას გაუფორმონ იმისთვის, რომ ყაველაშვილი დაპატიჟონ პოლიციის დღეზე და მე გეკამ გელაძემ და ყაველაშვილმა რაღაცა ფოტოები გადაიღოს და იპოზიოროს. კომპანია რომელიც შეარჩიეს, არასდროს მას სახელმწიფო ტენდერში არ გაუმარჯვია, 3,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები აქვს მოგებული ამ კომპანიას 2022 წლიდან დღემდე. რა პასუხი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს? ისინი ამბობენ, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, 3 კომპანიის შეთავაზება მიიღეს და შეარჩიეს ის კომპანია, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნილი პირობა, თუმცა დამატებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს კითხვა, რატომ არ გამოაცხადეს ტენდერი, ანუ კონკურსი იმისთვის, რომ 1,5 მილიონი შესყიდვა განეხორციელოს.